მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია და ყველა ჩემს გამომწერს მივესალმები. სტუმრებო, მოგესალმებით, გამოიწერეთ არხი, არ ინანებთ. ჩემი რიტუალები და გაშლები მხოლოდ ჩემი გამომწერებისთვის მაქვს. შემოვედი ასეთი თემით. მაგიური დარტყმები მიდის თქვენზე და ცუდად გძინავთ, ხო? ძილში ხელი გეშლებათ. მე ვერ იძინებთ, მე დღისით ხელი გეშლებათ, ან შუა დღეს ხდება მოქმედება, ვისაც არ ეზარება, ნახოთ რა ხდება და გავუშვებ ბუმერანგს, რა თქმა უნდა, იქით თეთრი სანთელი მუშაობს და აქეთ ეს შავი სანთელი იქნება მერე და ეს დამჭირდება მე აქ ჩემ ძველმა გამომწერებმა იციან როგორ ვუშვებ ბუმერანგს 10 კატს რო ვეძახი ხო ხდებით არ მოსული თქვენამდე 10 კატიც წავა ბუმერანგი 10 კატთან ერთად ესე იგი თქვენგან აისხლეტება ბუმერანგიც წავა და აი ეს ასხლეტვა თავში შუფლში დაეჯახება პირდაპირ მტრებს ჩაიფიქრეთ აბა თქვენი მტერი შეგიძლიათ თვითონ მტერზე რამოდენიმე სხვადასხვა ცალ-ცალკე უყუროთ იმიტომ რომ ეს იქნება პატარა გაშლა, პატარა რიტუალი. და 50 თეთრიც რო დარიცხოთ, რომ უკან არ მოგიბრუნდეთ ეს რო და პირდაპირ რო წაუვიდეს თქვენს მტრებს. დავიწყოთ რა ხდება. რა მაგიური დარტყმები მოდის თქვენზე მტრებისგან. სურვილი რომ არ აგისრულდეთ, ანუ სურვილი აქვთ რომ ესე იგი დაგაჩოქონ, დამხმარე ძალები არ გქონდეთ, უფალმა ვერ შეისმინოს თქვენი, მესამე თვალს გიკეტავენ, ვისაც ეს გესაჭიროებათ, ან ტაროში ხართ, ხელოვნებაში ხართ, რაღაცა საქმიანობთ ხომ, აუცილებლად ხელოვნება არაა ხომ, ასევე იძახებენ გენაცვალე, ესე იგი რომ მორაკი რა რო თავი ფსიქოლოგიურად მოქმედებენ, იმიტომ რომ იციან რომ ჭკვიანი ბრძანდებით, თქვენ შვილებთანაც კავშირი, შვილიშვილებთან კავშირს გიკეტავენ, ბევრჯერ სცადეს, რამოდენიმეჯერ გამოუვიდათ, მაგრამ ეხა თვითონ არიან დაჩოქილები, თვითონ გაშიშულდნენ და თვითონვე დაიჩოქნენ, მიხვდით ხო, ის ძალები ვინც და რაც ეხმარებოდათ, თეთრი და ბნელი და ნათელი ძალები აღარ ეხმარებიან გამოიკეტნენ მართლა რო კუბოს ფიცრამდე მივიდნენ უკან და ესე იგი წონასწორობა დაკარგეს, საგონებელში ჩავარდნენ, ესე იგი რასაც თქვენ გიკეთებდნენ, მიხვდით ხო, რომ ხელფეხი ყველაფერი შეკრული გაქვთ, ჩამოგიკიდეს ყველანაირად სიტუაცია, კიდევ მეორე ბევრს გამოუვიდა კიდეც, მაგრამ ბუმერანგი და 10 კატი არავის არ გაუუქმებია, ახლად ცდიან, აი თითქოს ეხლაც მუშაობენ, რომ ესე იგი მოვიდეს თქვენზე ზემოქმედება, მაგრამ აი ამ წუთებში მიდის ბუმერანგი 10 კატთან აისხლეტავს ჩემგან თქვენგან და წავა უკან გასმაგებული სისწრაფით ჩემო გამომწერებო რა ხდება კიდე რა არასვენებთ მტრებს რა მაგიური დარტყმები მოდის თქვენზე იცით რა არის ძალიან ჭკვიანი გონია ერთ ქალბატონს არ არის ეს არის 40 წლამდე 45 აი ესე ან შეიძლება 50 წლამდეა და ახალგაზრდად გამოიყურება თავის წლებთან დაკავშირებით ანუ ძალიან დიდი ხანია აქვს ეს ნიჭი ან წიგნებიდან ნიჭი ახლა აქ ისარჩნდება რომ ესე იგი პირდაპირ შთამომავლობა არა აქ
ჩნდება რომ მაგიურ შავ მაგიასთან ანუ ხშირი შეხება აქვს ამ არის შვილიანი შეიძლება ბიჭი ყავს არ გამოვრიცხავ აქაც შეიძლება ოჯახის წევრები დაფიქსირდნენ აქ სისხლით ნათესავები ერთმანეთის ან ოჯახის წევრები არასისხლით ნათესავე ბის ჩათვლით მიხვდით ხო ან ისეთი მეგობრები არიან რომ აი ოჯახის წევრებად რომ მიგაჩნია ადამიანს ხო ხდება ხოლმე ესეც ხო თქვენი სიღატაკე უნდა მეგობრებმა რომ ზურგი შეგაქციონ პირდაპირ აი რო არის ხოლმე ხატს გადაგცემთო ხო ხატსაც გადაგცეს და ეშმაკსაც გადაგცეს მიხვდით ხო ეს სიტუაცია ორივე ძალებზე ერთიანად და ერთნაირად ერთ დროს არის ნამუშევარი გოგოებო ბიჭებო ну რა უნდათ რომ ესე იგი ზემოქმედების ქვეშ იყოთ ვიღაცის ან ვიღაცაზე დამოკიდებული იყოთ ან რაღაცაზე იყოთ დამოკიდებული აქ წარსულიდან მოდის მამაკაცი რომელთანაც თქვენ უკვე გაწყვეტილი გაქვთ კავშირი დიდი ხანია მაგრამ მინიმუმ 1 წელი მაგრამ როგორ წელიწად ნახევარი მაგრამ როგორ იცით ვერ ისვენებს რომ აი ვერ დაგაჩოქათ და თვითონ დაიჩოქა მიხვდით ხო თვითონ ის სომხური მაგია არის აქ კიდე მუსულმანური მაგია აქ არის შემოკარგებო ასევე ეგვიპტური მაგია აი რაღაცა გამოქვაბულები და ეს პიშერნი მაგია გამოქვაბული და ეს რაღაც ფანტომები აი ანუ ცოცხალი შიტზე ანუ გააცოცხლეს ის რაღაცა და მიაკრეს ან თქვენი სურათი თქვენი სახელი და გვარი მიხვდით ხო არა მარტო ვოლტზე მთლიანად ხო აი ესეთი სიტუაცია მოკლედ რა ძირითადად აქ მეორე ხაზი წავიდა სიღარიბეზე არა და ეხა თვითონ მიუბრუნდებათ ეს ყველაფერი თვითონ დაეტაკებიან ეს ახალგაზრდა პიროვნებაც ახალგაზრდა ბიჭიც შეიძლება ან ინტერნეტით გებრძოლებათ არ გამოვრიცხავ შეიძლება ეს რომ ამათთან ერთად ნამდვილად არის კი ამათთან ერთად ნამდვილად არის გამოაჩინეს სახეები გამოაჩინეს დაცვები გაერღვათ ესე იგი რიტუალებიდან გამომდინარე ვინც ჩემ რიტუალებით იწმინდებით და ეხლა ხო იგრძნეს თავის თავზე რომ ესე იგი უნდა სასწრაფოდ გამოასწორონ მაგრამ სანამ ესენი იმიტომ რომ ის ძალები ვინც ეხმარებოდნენ და განმეორდები რაც ეხმარებოდათ აღარ ეხმარებიან ის ლარვების უშნასწები ეს ბესები მიხვდით ხო ეს ნეკრომიწებებები მკვდრებზე ჩონჩხებზე და ასე შემდეგ აი ხო ხდებით არა აგე ეშმაკი პირდაპირ დაჯდა აჰა ჯინია ესეც სურვილს უსრულებდათ აი ეს მიხვდით ხო აბა კიდე რა დარტყმებია მესამე ხაზზე თქვენი ბედის ბორბალზე არის ინტერნეტში ტაროს უყურებენ ან თვითონ აშლევინებენ ყავაზე აინტერესებთ კიდე ნუ არიან ესე იგი გებრძოლებიან არის წყევლები არის რომ აი სანამ არ მოკვდები და დაგდებულს არ გნახავ არ ვერ მოვისვენებ აი ესეთი სიტყვებია ნუ ურთიერთობებზე არა მარტო სასიყვარულო ყველანაირ ურთიერთობას გულისხმობ რომ ესე იგი გულის ჩაკრაზე ვისაც არა გაქვთ გაწმენდილი სასწრაფოდ ამ რიტუალის მერე დაცვა დაიყენეთ და გულის ჩაკრა გაიწმინდეთ და მე დაიყენეთ დაცვა მოკლედ ჩამოკარგებო ესე იგი რომ არ მიაღწიოთ იმ კულმინაციას რომ ესე იგი შედარებით ხო უკვე კარგად მიგდით ცხოვრებაში საქმე რიტუალების წყალობით უფლის წყალობით ანგელოზების და არხანგელების დახმარებით ხო რომ ეს თქვენი ბედის ბორბალი ხო იგრძნეს ესე იგი რეზულტატი ანუ ანალიზი რო გააკეთეს რომ საბოლოოდ ხო წააგეს თქვენთან ხო შეიძლება რაღაცა და კი რაღაცა მომენტში დაგხიეს უკან რაღაცა გაგიფუჭდათ რაღაცა აქ ტკივდათ ხო ჯანმრთელობა შეგერყათ მაგრამ აქ როგორ არის იცით აი ეს ყველაფერი უკან უბრუნდებათ და თვითონ ესე იგი რაზეც და ვიზეც იმუშავეს ესე იგი იქ ფულის დიდი თანხა იყო გადახდილი ეს ფული ფულად დაიხარჯა თქვენი ბორბალის უკან
უკან უნდათ ბედის შეცვლა იყო აქ იცით აქ არის კოპირებას აკეთებდნენ და აკეთებენ დღემდე და არის კიდე მეორე მომენტი კრადნიკებია ურთიერთობებზე თქვენს ბედზე რადიკალურად უნდა რომ აი ბედის შეცვლა მომხდარიყო და აქ ვინც რამეს აკეთებდით ხო პირდაპირ მაგია აქ ესე იგი საქმიანობთ აი თავში ხო ამოვიდა საქმე ანუ რომ აი კლიენტურა არ ყავდეთ რომ თქვენი საქონელი არ გაიყიდოს ბიზნესი არ გაიყიდოს და ან აი როგორ იცით კონკურენცია იყოს დიდი ან თქვენი საქმიანობა რომ ვერ შეგამჩნიონ თქვენ და თქვენი საქმიანობაც ვერ შეამჩნიონ აბა კიდე რა დარტყმებია მაგიური ну პირდაპირ ნამუშევარია ესე იგი ხო ვთქვი თითქმის ყოველდღე მუშაობენ გოგოებო ბიჭებო კი ან თქვენ ხართ ხმლების მეფე ძლიერი მებრძოლი სულიერად მებრძოლი ეს ხაზი და მშრომელი ადამიანი ნაზიც ხართ და მებრძოლიც იცით ეს კარგი თვისებაა მაგრამ როგორ იცით არ გაცდიან ამოსუნ თქვას თქვენი ესე იგი უკან თქვენი საქმიანობის საიწაღან ბიზნესი ახსენე ეზოტერიკაც ტაროც ხო ესეთი სიტუაციები ხო აი ამ ყველაფრის შურს თქვენი შუღლი ამოვიდა რომ წინ არ წახვიდეთ კუსნაბიჯებით რო იაროთ და თქვენი ოცნებები განუხორციელებელი რო დარჩეს და ოცნებები და ხო სურვილები რო განუხორციელი დარჩეს და ოცნებად რო დაგრჩეთ მიხვდით ხო მაგრამ აქ ეშმაკი და მაგია და თეთრი მაგი დაფიქსირდა ერთად ესე იგი ყველანაირი 1-4-5 აქ არის შამანობაც დაფიქსირდა აჰა კიდე ერთი ქალბატონი სისხლით ნათესავი დაჯდა ჰარმონია ნუ თვითონ დაერღვა იმიტომ რომ თქვენი ჰარმონიის დარღვევა უნდოდა ზოგთან გამოუვიდა ზოგთან არ გამოუვიდა ნუ რა თქმა უნდა ეხლა აგერ უკან გენაცვალე მამაკაციც გებრძვით ეს შეიძლება მამაკაცი დამკვეთია ქალბატონის შემსრულებელია თქვენს ოჯახთან დაკავშირებით ფინანსებთან დაკავშირებით კონკრეტულად რომ დაგსვან და რომ ვერ წახვიდეთ წინ აი ესეთი სიტუაცია დაჯდა კიდე რა მაგიური დარტყმებია ხო აი ყველან ესე იგი აი ეხლაც მიდის თითქმის რა გრძნობს სულ ხმლები თქვენს ბრძოლობთ თქვენს გებრძვიან და მოკლედ აი როგორ ახართ იცით თითქოს გაწმენდას ვერ ასწრებთ რომ ისევ ახალს აკეთებენ მაგრამ აქ მტრები გააქტიურნენ უფრო იცით რატო ეს უკვე სასიხარულოა იმიტომ რომ ხო იგრძნეს ხო რომ ესე იგი რაღაცა დაცვები შეერყათ ხალხი დაუპირისპირდათ ესე იგი ვინც აქეთ გაასულელეს მიხვდით ხო აქეთ გაასულელეს და დამოკიდებულები გახდნენ თვითონ ანუ ერთ-ერთში წაუვიდათ ბუმერანგი და ატკატი რაც თქვენზე გააკეთეს გოგოებო ბიჭებო აი ეს წყევლები შური აი ეს რომ შენ ჩაწექი და ვეღარ ადგეს საფლავში აი ეს ეშმაკს მიყიდული სული იმპერატორი და ეშმაკი ნუ ხო აი დიდი ძალებზე არისვენებენ ესე იგი გზები ჩაეკეტათ რა თქმა უნდა წააგეს დროშები დაწიეს დაბლა მიხვდით ხო ეს ძალა დაკარგეს იმიტომ რომ აქ იმპერატორი იმპერატრიცა ესე იგი ორი სხვადასხვა ხალხია და ესენი გებრძვიან და კიდე ბავშვი ჩანს, შვილი ჩანს, შეიძლება ოჯახია, ან შეიძლება ბიზნესთან დაკავშირებით არის, აქ დიდ თანხებთან დაკავშირებით არის, აქ კი ნამდვილად ფინანსებთან დაკავშირებით არის და ეს როგორ არის იცით, ეხლა კი აღარ ახართ მიხვდით თითქოს რომ იქ ყოფნა აღარ ღირდა, ვისაც ეს სიტუაცია აქვს, ბიზნეს მიჩვენებენ, მაგრამ კონკრეტულად ეხლა კიდე გეტყვით რომ თქვენ ესე იგი თქვენი ტრონის დაკავება უნდა ვიღაცას, იმიტომ რომ ძლიერი კონკურენტი ხართ, აი ესე მეუბნებიან.
კიდე რომ ესე იგი გამოსავალი ვერ იპოვოთ, კიდე თანხები, მოლაპარაკებები რო ვერ აწარმოოთ, ისევ კლიენტურა, მოდი ესე დავარქვათ ხო ბრჭყალებში, რომ არ ყავდეთ მომხმარებელი, ხელი არავინ არ გამოგიწოდოთ, ხელი ხო ხელს ბანს ხო? აი როგორც მე და თქვენ და მე აი ესეთი ვარიანტი შეიძლება იყოს, ну იგივე ბიზნესის ვარიანტი, ურთიერთობები, შეხვედრები, აქ ამოვიდა ისაოცრება წინაპრებიც ხაზიც არის გადაკეტილი აქ აი ეს ძაფების ლენტები, რომელიც ესე იგი კავშირი, ესე იგი რომ არ დაგეხმარონ წინაპრები, მიხვდით? აი კიდე აი მაგიაზე გზების ჩაკეტვა, ცუდი ამბები რომ მოგივიდეთ, ანუ ჰაერიდანაც კი აი ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვითო, აი გეუბნებიან, აი ზუსტად რაც მე ვთქვი, ესე იგი მაგიაზეა, ვერბალური, სოფლური, ქალაქური, ეკლესიური, შავი, ბნელეთი, საფლავებს უსწრებს და ასე შემდეგ, შავწიგნიანები, ესე იგი სასოწარკვეთილებაში ჩავარდებიან, აი ისეთ ცუდ დღეში ჩავარდებიან, რომ მე კი ვიცი, ძალიან კარგად ვიცი და ძალიან კარგი, მაგათი ფორტუნა მზე, თქვენ როგორცაც, ესე იგი გებრძვიან და ესე იგი რომ როგორც გაპამპულავებდნენ თითქოს რა, აი ვინს აი აკეთებენ მაგიას და ვინსად რაღაცას ხო გავარტყავთ, აი ესეთი თემაა, მიხვდით ხო, ეგ საწყლები, ეს საცოდავები, რაღაცას ხო გავარტყავთ და ეს რაღაცა რო თავის თავში და შვილებთან უბრუნდებათ არიციან ჯერ. უკვე მე აქ ხედავ რომ ვიღაცას ბავშვი უკვე ცუდად ყავს, ეს არის ბუმერანგი, აქ ქალს და მამაკაცსაც ფეხზე რაღაცა ჭირთ. პოტენციაზე პრობლემები ექნებათ მამაკაცს, აქ ჩანს და კიდე რა არის, რა თქმა უნდა, ბორკილი ხელებზე თვითონ შეეკრებათ, ეს მაგიური ძაღლის აშენიკის სხვა არის, საყელურიც არის გაკეთებული და მაგიური საყელურიც, ესე იგი და კაუჭიც. აი ეს ყველაფერი, აი ახლა უკან გაუბრუნდებათ, მეგობრებო, არ ინერვიულოთ. კიდე ქალები, ეს ახალგაზრდა ბიჭი კიდე ძალიან ცანცარობს, ეს შეიძლება კი, ეს ნამდვილად როგორ იცით, მოსწავლეა ვიღაცის და თქვენზე ავარჯიშებენ თქვენზე რა, რამოდენიმეს, არა მარტო ამას და ესეთი მაგიური დარტყმები მოდის შორიდან და დიდი ხნის განმავლობაში მინდა გითხრათ, მაგრამ ხო ბუმერანგები წავიდა, გაცვივდა სამართლიანად და მოტყუდნენ, იმიტომ რომ შეცდომებზე უშვებენ, ბალანსი დაკარგეს. მე აი ამაზე აქ აღარ ამოვყრი, იმიტომ რომ ამაზე მინდა გავჩერდე და ეხლა მე მინდა აი ეს შემოვატარო, როგორც მე ვიცი და აი ესე ვიტყვი, რაც აქ ამოვიდა მაგიური დარტყმები ჩემზე და მტრებისგან და ჩემს გამომწერებზე, გოგოებზე, ბიჭებზე, ყველაფერი ვთხოვ სამყაროს, ვთხოვ უფალს, მაღალ ძალებს, ნათელ ძალებს, ასევე დაბალ ძალებს რო იცოდეთ ესენი რიტუალებში თეთრ პრაქტიკოსებსაც, ანუ მეც ვიყენებთ ხოლმე დოზირებულად, გადამეტებულად არა, რომ აი ესენი მოგაშოროთ ხოლმე მე რო იცოდეთ და იცით ხო, მაგრამ ყველაფერს თავის წესები აქვს და ამათ წესები და კანონები და ყველაფერი დარღვეული აქვს. ვთხოვ სამყაროს, ვთხოვ მაღალ ძალებს და დაბალ ძალებს და ასევე ანგელოზებს, ჩემს წინაპრებს, თქვენს წინაპრებს, რომ და არხანგელებს და არხანგელ მიხაელს, რომ ადგნენ და აი ეს ყველაფერი, რაც აი აქ ეხლა ხდება, აი ეს მართლა რომ ვინ ვისთან არის, ნეტა იცოდეთ თეთრსანთელი ჩანს ხო, როგორ რა დღეშია, აქ არიან ძალები, მადლობ, ცეცხლის სტიქია, ჰაერის სტიქია.
წყლის სტიქია, მიწის სტიქია და მეტალი. აი ყველას ვიძახებ აქ და გიხმობთ, რომ ესე იგი დამეხმაროთ, რომ მე ესენი გავაცამტვერო. აი აქ ყველაფერს, აი აქ რაც არის, ვაცამტვერებ და უკან ვუბრუნებ ბუმერანგს ატკატით. აი ასე. და იყოს ასე, ამინ, ნეტა იცოდეთ როგორ ციმციმებს, ამინ. აი ასე მეგობრებო, 2 წამი იმუშაოს. აი ეს ყველაფერი უკან მიუვიდეთ, აბსოლუტურად უკან მივვათ, უკან ნახეთ სანთელი რა დღეშია. მოქმედებს, კარგად მოქმედებს, ძალები ჩემთან არიან, თქვენთან არიან. ჩემო გამომწერებო, მეგობრებო, გოგოებო, ბიჭებო, არ შეგეშინდეთ, მე თქვენთან ვარ. ნინია თქვენს გვერდით არის. არ შეგეშინდეთ, უკან წაუვიდათ ყველაფერი ამათ. აი აქ ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვევიან. თქვენ შეგიძლიათ კიდე მაქვს მე რიტუალი სანთლებით მტრები ჯოჯოხეთის ცეცხლში თუ რაღაცა ესეთია და უყურეთ, მოძებნეთ. ჯოჯოხეთის ცეცხლი მტრებს, აი ესე ქვია თუ არ ვწდები. ხედავთ აქ რეებს მაიმუნობენ და რა დღეში არიან? ეს მართლა მაიმუნები ესენი. ეხლა ნახოთ რა ბუმერანგი წაუვიდათ კონკრეტულად, თორე მე წეღან აქ რაც ამოყარე და რაც თქვენზე და ჩემზე იყო დარტყმები, ეს ყველაფერი უკვე წავიდა უკან, მაგრამ აი ეხლა რომ მოვიხმე ძალები, ნახეთ უკან სანთელს დააკვირდით რა დღეშია, რომ მოვიხმე აი ეს ბუმბერაზი ძალები, აი ამ ძალების დახმარებით და ჩემი ძალების დახმარებით ვნახოთ აბა აი ხა მტრებზე რა ბუმერანგი წავიდა, აი ეხლა ამ წუთას. სიღატაკე გაღარიბდებიან, რაც და ძალა დაკარგეს, რაც თქვენზე, ესე იგი, მოისურვეს, ჩემზე და თქვენზე, ნუ ესე იგი, ფორტუნა ხო საერთოდ ამოუყირავდათ და ძალიან კარგი. აჰა, აი. დაილოცოს უფალი. უყურეთ ხალხნო, სიღარიბეში ამოხდება ცული, ის ფული რომ ტყუილად დაკარგეს, მიხვდნენ. რაზეც გააკეთეს, ვეუყურეთ აგე, მთვარეზეც და ყველაფერზე ძალები დაკარგეს, ძალები და სიღარიბეში ამოხდება ცული, რაც ჩვენ გვისურვეს, მიხვდით ხო? თავიანთი ფორტუნა აქ 8 პლანეტაა ყველთე და სეზონები, რა სეზონებზეც აკეთებენ, ხო? და რა აგერ სტიქიები რომ მოვიხმე მე, ძალები, აი ზუსტად ეს დაფიქსირდა, აი ეს დაკარგეს, ამაზე წაუვიდათ ბუმერანგი. რაზეც იმუშავეს, ხო, რომ ჯანმრთელობა, კრადნიკები, კოპირები რო ვთქვი, ხო? აი ეს ყველაფერი გაუხმებათ, ეს წამოვა ჩემთან და თქვენთან, აი ეს სიკეთე და ამათ ყველაფერი გაუხმებათ. შრომა წყალში ჩაეყარათ უკვე ჩემო კარგებო და ბრძოლის უნარს დაკარგავენ, იმიტომ რომ აღარ იციან, ესე იგი ინფორმაციები აღარ მიეწოდებათ, ჰაერიდან აღარ დაეხმარებიან, მიწიდან აღარ დაეხმარებიან, მიხვდით ხო, ყველანაირი ძალები გაწყვეტავენ ამათთან მუშაობას, ყველანაირი მხრიდან ჩაიკეტნენ. ამინ, ძალიანაც კარგი. ასევე გენაცვალე ჯანმრთელობაზე ეხლა თავიანთი თქვენზე აღარ ექნებათ გონება იმდენად დაძაბული, იმიტომ რომ განგება თავიანთ პრობლემებს გაუჩენს, ბევრჯერ გააფრთხილეს, მაგრამ არა, მაინც ბრძოლობენ, მაინც და ეხლა თვითონ იბრძოლებენ, აი ამ თავის გამოვიდნენ სიტუაციიდან, ცხოვრებისთვის იბრძოლებენ, რომ გამოვიდნენ ცხოვრებისეული პრობლემებიდან, აი ამ სიტუაციიდან, მაგრამ ვერ მივართვი, ეს ამოვიდა
ქალი ამოვიდა, ეს არის შვილები ყავს ყოველ შემთხვევაში. აი ხა დაჯდეს ესე და აი ხა იყოს ეს ნახოთ აბა თასების დედოფალი ერთი როგორ იქნება ჭკვიანი როგონია ძალიან თავი ეს წეღანა ვთქვი ან პრაქტიკოსია ან უბრალოდ ეს არის თვითონ არის ინტერნეტიდან წიგნებიდან ან ვიღაცა ყავს ახლობელი ძალიან რომ ესე იგი იმაშვრება აკეთებინებს ამ ყველაფერს მიხვდით ხო ნუ რა თქმა უნდა ეხა თეთრი მაგიის ძალით ჩემი ძალებით ეს ჩამოენგრათ აი ეს ყველაფერი რაც ისრები თირკმელებში და ასე ვთქვათ ჯანში ქონდათ ჩვენზე გამოშვებული ხო მეგობრებო უკან მიუბრუნდათ მიხვდით ხო უკან მიუბრუნდათ რა თქმა უნდა და ვინც ესე იგი თეთრი მაგიით კიდე ჯადოობდა ხო ვინც ჯადოობდა რა თქმა უნდა ყველაფერი ჩამოენგრია ამინ მადლობა უფალო მადლობა ანგელოზებო არხანგელებო ეხლა ვნახოთ მეგობრებო საიდანაც მოვიდა მტერი ისევ იქ წავიდეს ამინ ეხლა რახან დაფიქსირდა აქ დუხი როდა ის წინაპრები ხო წეღან აი ამ ტაროზე დაფიქსირდა რომ ესე იგი ესენი შეეხნენ თქვენ წინაპრებს რომ დაცვა აღარ იყოს ხო იქედან აი ესეთი ტაროა წარწერებით ნუ რუსულად აწერია მაგრამ მე აი ზუსტად აი პირველი რა მოვიდა ნახეთ აი წინაპრები რო ვთქვი აი ეს ამოვიდა რომ ჩვენთან არის მეგობრებო და აი დაცვა ნახეთ დაცვა ძალიან კარგი მე ხლა აი ამ ტაროთი ნახეთ აი ამ ტაროთი თან წაგიკითხავთ რა მოვა და როგორი მხარდაჭერა გავხსენი მე ხლა აბა რა გაიხსნა აბა წინაპრებისგან თქვენი წინაპრები რას გეტყვიან წინაპრები საკმარისია ესე იგი ჯერ წაუკითხავად გეტყვით მგონი იგივე ეწერება რა ეს ახალი არის და მეც არ გადამიკითხია ჯერ მაგრამ მე ხა რაც ვიგრძენი ხო ესე იგი ადიხართ წარმატებას დარწმუნებული ხართ თქვენ თავში რომ ესე იგი ბრძოლა არ უნდა შეწყვიტოთ და სიმაღლეზე აი თქვენს თავს იპოვით ზემოთ მიხვდით ხო ანუ ეს რისი თქმა უნდათ თქვენ წინაპრებს რომ არ დაეცე შაუმაგიას ხელი არ ახლო უბრალოდ გააკეთე ბუმერანგები, წმენდები გააკეთე, რიტუალები ჩაიტარე და მტერს ისედაც მიუვა ბუმერანგი და დანარჩენს ჩვენ მივხედავთ. ეხლა მე რუსულად წავიკითხავ, თან გადაგითარგმნით. აჰა. ესე იგი, ამას ნიშნავს, რომ მე მივიღეო გადაწყვეტილება, რომ პასუხი ვაგოვო საკუთარ მეზე, ჩემი გზა ეს არის იქ, სადაც ესე იგი მივყავარო სოფლიოსო, სილენაეს, ესე იგი სამყაროსო, აქ არისო სადაც სიმშვიდეს მოვიპოვებო, სინათლეს მოვიპოვებო და მე ამას ვღებულობო, მივიღებო, ჩემი გზა და ჩემი კვალით მე ესე იგი შევძლებო, ვისწავლოვო ჩემი ცხოვრება უფრო მეტად გალაღებულად და უფრო მეტად კარგად შევისწავლო. ანუ ჩემი ცხოვრების გზა უფრო სწორედ გავიარო. აი როგორც მე ავხსენი რა. მე ვუშვებ ჩემს შიშებსო და მივიღებ ესე იგი მხოლოდ ისეთ სიტუაციას, ისეთ სინათლეს, რომ ესე იგი არ დაუშვა შეცდომა, აი რაც მე გითხარით, რომ ჩემი ბედი გამოვისწორო რა და მივიყვანო სისრულეში ჩემი ბედიო. აი უყურეთ ხო, ადიხართ არა? მივიყვანო სისრულეში ჩემი ბედიო. გასაგებია. აბა მეორე. უი, აქაც ნახეთ, უყურეთ, ესე იგი რას გეუბნებათ, სანამ წავიკითხავ, რომ მოხდეთ
მოხდა სინათლე, ეს თითქოს თქვენი მეორე მე არის, ჩემი და თქვენი მეორე მე, მეორე ანუ როგორც ბავშვი ხო, ეს ჩვენ ვიზდებით ხოლმე, თორე ჩვენი ბავშვი შიგნით ხო, ყოველთვის რჩება, მიხვდით ხო? და რას გეუბნებიან, რომ განათლება, სინათლე და აი ეს ყველაფერი კარგ გზას ადგახართო და ჩვენ გეხმარებითო. მოდით უცებ გადავიკითხავ. აი შინაგანი ბავშვი ხო, ნუტრინი რიბონაკ აწერია შინაგანი ბავშვი, აი ზუსტად მე რაც ვთქვი, მე ესე იგი გავუშვებო ამ აი ამ სერიოზულ დაგრუზვასო, მოდი ესე გითხრათ, სიმძიმესო, ჩემი ესე იგი შინაგანი არსებიდანო, რომელიც მე მივყავდი თვითონ არსაითკენო, აი ესე, ანუ გზებს ვიკეტავდი, ვიბლოკავდი, თვით დაბლოკები ხდებოდაო, თვით გათვალა ჩემი პირადი ჩემი მეობა იმიდან შინაგანი მედანო და არსაით არ მივყავდიო. ეხლა მეო მოვუსმენო და ხედავო აი ამ ჩემს კარგად მოვუსმენო ჩემს გარიგებებს, ესე იგი ჩემს სურვილებსო და მეცოდინებაო, ესე იგი საით წავიდეო და უფრო ყოჩაღი გავხდებიო და რომ ჩემ ხმას მივყვებიო. აი ძალიან მართლა მაგარი სიტუაცია დაჯდა მეგობრებო, ხომ ეთანხმებით არა? ნახეთ და მესამე კიდე ესეც ესე იგი სანამ წავიკითხავ, რომ ძალა დათვი, ნახეთ, ძალა ესე იგი ეს იგივე წინაპარია, ეს ხომ წინაპრების ტაროა, წინაპარი გელაპარაკებათ ან მამის მხრიდან, ან დედის მამა, ნუ კაცების მხრიდან, მიხვდით ხო, რომ მე შენს გვერდით ვარ, ნუ გიშინია, დიდი ძალა გიდგას უკანაც, წინაც, ზემოდანაც და ქვემოდანაცო, არ შეგეშინდესო. და ეხლა ცოტას გადავიკითხავ, აჰა, პომაშ, აი დახმარება. მე ყოველთვის შემიძლია მივიდეო ჩემს დამხმარე, ესე იგი მშობლების მშობლებთან და იმის მშობლებთანო, მიხვდით წინაპრებთან და მათ ვთხოვო დახმარებაო, რომლებიც ესე იგიო დამეხმარებიან ყველაფერშიო, ყველაფერში ხელს შემიწყობენო და გზას გამიკვლევენ, სადაც მე უნდა მივიდეო, მიხვდით ხო? ვღებულობა ამ დახმარებასო, მიიღეთ დახმარება, მიდით უყურეთ და მიიღეთ წინაპრებისგან დახმარება. მადლობა მოუხადეთ. და აჰა, აი благодарностью, ხო ეხლა რომ მოგახდენეთ, მადლობა. იმიტომ რომ потому что когда мне легко, როცა მე ეს აღარა ვარ ისე მძიმედო და უკვე თავისუფლად ვგრძნობ თავსო, ანუ ჩემს ირგვლივაც ყოველა და ყველაფერიო, აი ეს კარგად არისო, გახარებულიც არისო და ბედნიერებიც არისო, მიხვდით ხო? აი ამ ჩერეზ, ესე იგი, აი ამ ძალის მიღების დახმარებითო, მიხვდით ხო? მოკლედ მეგობრებო, ძალიან ძლიერი დახმარება მოგვივიდა, ძალიან ძლიერი რიტუალი გამოვიდა, გაშლა დიაგნოსტიკა რიტუალი, ნახეთ რა. მადლობა წინაპრებს და მე ახლა ვნახავ, ესეც ახალი ტაროა, ნახეთ რა ლამაზი ყდა აქვს, ანუ ზემოთ რა. და ნახოთ ახლა, აბა რა გვექნება. ნუ უყურეთ, თავიდანვე მზე, გზების გახსნა, ვისაც შვილი უნდა ეყოლება შვილობილი, სამსახური, ბიზნესი, კლიენტების უკან მობრუნება, რაც წაგართვეს თქვენი კოპირები, თქვენი ხალისი, თქვენი აი ეს თუნდაც ზაფხულის გახარება, აი ყველა სეზონზე რომ კარგად იქნებით და ახალი სიყვარული, ახალი მეგობრები, ახალი წამოწყება, ახალი უძრავი ქონება, აბსოლუტურად ყველაფერი ახალი და გახარება ჩვენთვის ნამდვილად.
ნამდვილად უყურეთ რა დაჯდა მეგობრებო ეს გულის ტკენები აი ეს ესე იგი რომ დაიღალეთ აი ამ ბრძოლით ხო აი ამ ბრძოლით რომ დაიღალეთ უფრო სისხლის ნათესავებთან და გვერდში მყოფი ახლობელი ადამიანებისგან ხო აი ეს და ახალ ნაბიჯებს იწყებთ მიხვდით ხო იმიტომ რომ უკვე თქვენი და ჩემი და თქვენი წინაპრები მხარში გვიდგანან ამას უკვე გრძნობთ მე დარწმუნებული ვარ და ეს გულის ტკენები ეს ემოციონალური პლანი ეს თავდასხმები ხო მოკლედ უკან გადაიყრება მიხვდით ხო უკან გადაიყრება და ეს რაზეც გული გტკიოდათ ხო აი მზე გაგვინათებს მეგობრებო აბა კიდე რა შეიცვლება აბა რიტუალის მერე გამომწერებისთვის ну ახლა თქვენს ტრონს დაიკავებთ მეგობრებო და იქნებით ლაღები რამხელა დახმარება ზემოდან უყურეთ რამხელა დახმარება გარისკეთ ვინც რამეს აკეთებდით და აქამდე ეს თქვენი ბრძოლა ეს თქვენი წვალება არ გამოდიოდა ხო და ჩამოკიდებულ სიტუაციაში იყო ასე დავარქვათ ეხლა გზები გაიხსნება ახალი გზები გაიხსნება მიაწექით ისევ გაძლიერდით გული უკვე თვითონ რასაც გიკარნახებთ ანუ მინიშნებებს დააკვირდითო მინიშნებებსო ვინც ესე იგი სწავლა გინდოდათ ტვინი გაგეხსნებათ მაქვს მე რიტუალის სწავლის ტვინის გახსნის უყურეთ და გეხმარებიან ზემოდანაც ქვემოდანაც წეღანავ თქვი ყველანაირი დახმარება ამოდის და უყურეთ აი ისევ ჯანმრთელობა ბრუნდება ისევ ეს კრატნიკების სახლზე ოჯახზე და თქვენს თავზე იხსნება მასშტაბურად და ესე იგი დიდი მიღწევები გელოდებათ დიდი მიღწევები გელოდებათ აი სოფლიოს მასშტაბით მოდი გითხრათ რა დიდი გარღვევები რა სფეროშიც გინდათ აბსოლუტურად გინდათ ემიგრანტებს და გინდათ არა ემიგრანტებს ხო მადლობა სამყაროს კიდე რა მინდა გითხრათ იცით ბარემ აქ ვარ საწავალაბა მე უთქვენოთ ძალიან გთხოვთ რა გამომწერებო წენის გარეშე კომენტარებში ნუ დაწერთ აი მე ამდენი ჩავრიცხე და აბა ნახე ბანკში ჩანს ყველაფერი და არ არის საჭირო კომენტარებში დაწერა რეპლიკები თუ რამე გაინტერესებთ WhatsApp-ზე მომწერეთ 595 53 47 57 აი იქ მომწერეთ რა არ არის საჭირო რომ აი ესე გამოაქვეყნოთ და რაღაცა და ჯერ ერთი რომ ხედავ ნამდვილად ხედავ რომ ვინ რა ჩარიცხა და როგორ და ეგ თქვენი გამოსასყიდია ხო რა თქმა უნდა ხო და ხედავს ნინია ჩემო კარგებო არ ინერვიულოთ ხო მადლობა ყველას ვინც ესე იგი გამოსყიდვებს აკეთებთ მადლობთ ხო ესე იგი ეს გადმოვარდა იცით რა არის კვერთხების დედოფალი დაჯდა ნუ იგივე მამაკაცსაც ვიტყოდი გადაათამაშეთ თქვენ თავზე რომ აი ნამდვილად ესე იგი უკვე იცით რა გააკეთოთ უკვე იცით საიდან დაიწყოთ თუნდაც ვინ დასაჯოთ რიტუალებით ოღონ ჩემი რიტუალებით ჩავით არა ვის ბუმერანგი გაუშვათ და ახალი რაღაცა იდეები მოგდით თავში იცით ახალი რომ აი რაც აქამდე გინდოდათ და აღმოცენდება მიხვდით ხო აღმოცენდება და ეს არის გამოჯამრთელება პოტენციის მომატება ქალებში კაცებში ეს არის ახალი ნაბიჯები გაწონასწორებული მიწიერი და ცეცხლოვანი ნაბიჯები მიხვდით ხო ყველაფერი გამოგივათ აბსოლუტურად მე მინდა რომ აი ესეთი კარგი ძალით დაგემშვიდობოთ ნინიას ძალიან უყვარხართ სანთელი გაგიჟდა იქეთ და გაითვალისწინეთ ხოლმე მე რასაც გთხოვთ ხო მტრებს რა არ გახარება ვინც ჩვენთან მოვიდა ხანჯლით ხმლით მოვიდა ხმლითვე ვუშვებ უკან ამინ
და იყოს ასე. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.